მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის ავადე ჩვენ ერთ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს დაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ დაგვეწყო პოდკასტი და გაგვიზრდებინოთ. თქვენც ვიზეთი რაღაცები რაც მნიშვნელოვანი გონია. დაწყების წინ საბა მითხრა რომ დასაწყისში დავალ ხმაზე ისმის შენი ხმაო და ყვირილს ვცდილობ. დღევანდელი ჩვენი ტექსტი, ნუ უფრო მოთხრობა, გახლავთ ფრანც კაფკას სოფლის ექიმი. საინტერესო მოთხრობა და ნუ კაფკას ბიჭო რაც არ უნდა იყოს კაფკას სულ ვუბრუნდებით ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი მაგას სალაპარაკო, რა ვირამუნი. ხო, აქვე მინდა იცოდეთ რომ გათამაშება გვაქვს. რეზო ჭეიშვილის მუსიკა ქარში. იმისთვის რომ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ და მე ან გაიმარჯვოთ ან ვერა. აუცილებელია რომ არ გქონდეთ გამოწერილი ეს ვიდეო დაალაიქოთ და დაგვიტოვოთ ნებისმიერი კომენტარი. სასურველი იქნება ეს კომენტარი მხოლოდ გული ან რამე არ იყოს და ეხებოდეს რაიმე ფილოსოფიური კითხვა უნდა იყოს აუცილებლად ისეთი რომ ჩვენ ძალიან დაგვაფიქროს ჩვენს ცხოვრებაზე. ხო. ეს არის აუცილებელი კრიტერიუმი. რაც უფრო დაგვაფიქრებს, მით უფრო დიდი შანსია პროცენტული ხდება. უბრალოდ დააკომენტარეთ და ეგ არის რა და ვიდეო უნდა დაალაიქოთ. ცხადია მხოლოდ გამომწერი იგებს, გამოწერილი თუ არ აქვთ, შეუძლებელია რომ ეს გენიალური წიგნი მოიგოთ. ერთი ორი სიტყვა ავტორზე რეზო ჭეიშვილი არის უნდა ვთქვა ეს არის ჩემი სატრაბახო ამბავი რომ ქუთაისში ჩემი მეზობელი არის, ნუ უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ხო ქუთაისელები თუ გვიყურებთ, რკინიგზის ავადმყოფოსთან ცხოვრობს და მე ზემოთ ვცხოვრობ უფრო. ხო, ამიტომ ბავშვობაში რომ დავდიოდი მან იქ ეწერა პატარა აქ ცხოვრობ და არა გამოჩენილი რაღაცა. და რეზო ჭეიშვილი და ძალიან ისაა რა ქვია, ძალიან მიხარო და სულ და ეხა როგორც ეს ჩვენი ის არ არის რა ქვია მარტო შეფასება, მაგალითად აკამორჩილაძის შეფასებას წერია უკან და ბევრი ისეთი პატივსაცემი და აზრი რომ უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ადამიანების შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ქართულ ლიტერატურაში. მალხას ხარბედიაც სამწუხაროდ გარდაცვლილი წერდა რეზო ჭეიშვილის ამ წიგნზე და მახსოვს პოსტი დადო ეს თავიდან რო გამოიცა რომ ძალიან გამიხარდაო რომ თავიდან დაბეჭდეთ. ამიტომ ძალიან ძვირფასი წიგნია ხალხო და გისურვებთ მოგებას. მიგარით ეგ? აი გადავიდეთ ახლა კაფკასი, ხო? კაფკასი. გადავიდეთ კაფკასი. სოფლის ექიმი. ძალიან მოკლე მოთხრობაა და ონლაინ დევს ლინკს ქვემოთ აღწერაში დავდებთ და ეს არის აი ამ წიგნიდან, მწვანე წიგნიდან, რომელიც არის დავით კირკიტაძის თარგმანი, არის მოთხრობებიც და არის თავად გარდასახვაც, ანუ გარდასახვა და სხვა მოთხრობები და 140 გვერდზეა. ეხლა პატარა შესავალი გავაკეთოთ იმაზე კაფკაზე ბევრს არაფერს გეტყვით, ეხლა იმიტომ რომ მეტამორფოზაზეც ჩავწერეთ და პროცესზეც ლექსოდორეული ყავდა სტუმრად და მაგაზეც ჩავწერეთ, ამიტომ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი სულ არაფერი ჩვენგანაც მცირედ იცნობს ამ ავტორს, ხო? ამიტომ ეხლა ბევრს არაფერს არ ვიტყვით. შენ თუ იცნობენ. ხო. შველებია. არა, ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე გვედო ვიდეოები. ეხლა რაც შეეხება ამ მოთხრობას, რომელსაც ქვია სოფლის ექიმი. ეს მოთხრობა დაიწერა 1916-17 წელს და ამ დროს პირდაპირ ინტერპრეტაცია უნდა შემოვიყვანო მაშინ ახლა რო ახსნა რაღაც ფაქტები რაც მოვაგროვეთ ჩემ ინტერპრეტაციაზე იმას ფსიქოანალიზის ინტერპრეტაცია მოდი იქ ცოტა შევინახოთ. კაი, მაშინ შინაარსი მოყევი თუ გინდა. მოკლედ ექიმი არის თავი ჩვენი თავი როგორც მიხვდებით ექიმი. პირველ პირში არის მოყოლი. ხო, პირველ პირში არის დაწერილი. მოთხრობა იწყება ეგრე რომ თოვლია და როგორც ჩანს ეს ექიმი დასჭირდათ გამოიძახეს და ეს ექიმი ვერ მიდის, იმიტომ რომ ცხენი არ ყავს და აშენდა. და ვიღაცა კაცი მოდის ცხენებს თხოვნის, ურემს კი რა ქვია მაგას ეტლს. ხო. თხოვნის და ამ პერიოდში დიასახლისი ყავს იდეაში ამ ექიმს. და ეს კაცი ვინც თხოვნის ამ ცხენებს ეუბნება რომ მე აქ დავრჩებია და შენო წადიო და რეალურად იმ ქალის დამარტოვება უნდა ამ კაცს და ამაზე გაბრაზდება, მაგრამ მაინც ეგრე მოხდება, ეს კაცი წავა სადაც დაიბარებენ ექიმი წავა სადაც დაიბარებენ იქ ჩავა და თავიდან გონია რომ ბიჭი ვის სანახავადაც უნდა მივიდეს ჯანმრთელია, მე კიდე წერია იქ რომ და ძალიან მომეშვა რომ დავინახე რომ ჯანმრთელი იყო, მაგრამ მე რომ დააკვირდება აღმოაჩენს რომ დიდი ნაიარევი აქვს სხეულზე რომლის გამოც დიდი ალბათობით და მე კი მოკვდება. ეს და ბოლო რამდენიმე გვერდი კი არა და აბზაცი ძირითადად რეალობაში არეული ამბის თვალსაზრისითაა დაწერილი, მაგიტომაც ქვეცნობიერში ჩახედვის ამბავი თუ არის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია, რა თქმა უნდა, ეგრე გამოდის და ბოლოს მოთხრობა მთავრდება იმით, რომ ცდილობს უკან დაბრუნებას და ვერ ბრუნდება. ვერ კვდება. ხო, კვდება? ეგ შენი ინტერპრეტაციით ალბათ. მე არ მახსოვს რომ კვდებოდეს. ან ინტერპრეტაცია შეიძლება ერქვას, მაგრამ არ წერია რომ კვდება, მაგრამ კაი ეს არის რა ქვია. ჩათქმა რო კვდება. ხო. კაი, ეხა მოდით იმას ვიზამ რა ქვია.
ეგრე ხო არ ვქნათ მე რაღაც დრო დამითმე ჩემი მას ჩამოვაყალიბებ მე შენ რაღაცები შენი ინტერპრეტაცია გამოუშვი რაღაც დეტალები რაც შენი აზრით აღსანიშნავია და მე დავაჯახოთ ერთმანეთს ან თუ დავემთხვეთ თუ დავემთხვით მე განცდამაქ რომ ფსიქოანალიზით თუ მიგაგონოთ მაშინ კაი მაგრამ ერთი-ორი სიტყვა ჯერ ვთქვათ მაგამდე მაინც კაფკაზე რაღაცეები იმიტომ რომ მოთხრობების თვალსაზრისით არ გველაპარაკია ეგ აღსანიშნავია ჩემი განცდით კაფკა როგორც მოთხრობების ავტორი არის ნეორეალიზმისა და ნეორომანტიზმისა და ვაიდე და თავის მოკლა მინდა ხალხის ნაზავი რა ძალიან მაგონებს ხოლმე ჯეკ ლონდონის მოთხრობებს ამის მოთხრობებს რო ვკითხულობ ამ საური კუთხით მაგონებს მაგრამ ანუ მე მგონია რომ ბაზისი დაახლოებით ერთნაირი აქვს რომ ადამიანურ განცდაზე ნეორომანტიზმი რო აგვიხსნა თუ შეიძლება ნეორომანტიზმი არის მე 19 საუკუნის ბოლო პერიოდში რაღაც 20-30 წლიანი ფაზა არის ესე რომ ვთქვათ სადაც ცდილობენ რომ გაუცნობიერონ რომ სხვა შორის ცდილობენ რომ რომანტიზმში არსებული მნიშვნელოვანი იდეები კი არა არამედ მსოფლმხედველობა სამყაროს აღქმა და ეგ რომანტიკული სულისკვეთება რაც არის არა რომანტიციზინგი კი არა ოღონდ ანუ უბრალოდ სამყაროს შიშულად დანახვა და აღქმა და ადამიანის განცდების დანახვა ამ სამყაროში ეგ არის ნეორომანტიზმის მთავარი საფუძველი და ორი მნიშვნელოვანი მწერალი ყავს თქო ვერ ვიტყვი ზოგადად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მწერალია მაგრამ ორი რომელზეც ყოველთვის მიყვარს მე ყურადღების გამახვილება როცა ნეორომანტიზმზე ვლაპარაკობთ არის ჰენრი და ჯეკ ლონდონი და სხვა შორის ნეორომანტიზმი არის მიმდევრობა რომელმაც ამერიკული მოდერნიზმი აღორძინა ანუ ყველა ამერიკული მოდერნისტი ვინც იყო აბსოლუტურად გადამღერება ჰქონდა ნეორომანტიზმის რა იქიდან იღებდა იდეებს და ჩემთვის დიდი სხვაობა მიუხედავად იმისა რომ რაღაც 14-ში რომელ წელს 17-ში დაიწერა 16-ში დაიწერა მიუხედავად იმისა რომ რაღაც ნეორომანტიზმი და დიდი დრო არ უნდა არ გგონია რომ გასულია რეალურად ძალიან დიდი დრო გამოდის ეგ 10 წელი რა 10-15 წელი და კაფკა არის ორი მიმდინარეობის ფორმაა ჩემი წარმოდგენით ერთი არის რომ ნეორომანტიზმი როგორც ბაზისი სამყაროს და ადამიანების აღქმის და მეორე არის ეს თვითგვემის და სევდის და დეპრესიის მოძრაობები რაც იყო მაგისი დასასრული ეგრე მიემართება იმ აღქმას რომელიც აქ უყურებს როგორც ნეორომანტიზმი და მიემართება და შედეგს იღებს როგორც მერტო თავის მოკლა მინდა ადამიანი კი ბატონო და ყველა მოთხრობა თითქმის ყველა მოთხრობა მაგ პრინციპით აქვს დაწერილი ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში რა მე დიდად არ მიყვარს კაფკას მოთხრობები მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოთხრობებია მართლა კარგია და მართლა დიდი გავლენა აქვს ლიტერატურაზე რა შენ იმიტომ არ გიყვარს რომ პათოსს ვერ იზიარებ და ვერ საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენ და არა იმიტომ რომ ღირებულებას ვერ ხედავ ხო ნუ საკუთარ თავთან ვერ ვაიდენტიფიცირებაც აი ნაკლებად უფრო ის თავარი რა არის რის გამო მე არ მიყვარს როდესაც სამყაროს ეგრე მიემართებიან ვერ ვიტანე მაგას რომ გითხულობ რა პათოსი არ მოგწონს ხო პათოსი არ ხო ხო ეგ ჩემთვის მე ვიცი ხო ცხადია მართალი ხარ და სხვა მოთხრობებიც რომ ნახოთ ხა აქ ძალიან ისე მარტო სათაურებიც რომ ნახოთ მაგალითად უბედურად ყოფნა მე მიცვალებულთან ვიყავი სტუმრად სათაურებსაც რომ თავი დავანებოთ ბევრი ისეთი მოთხრობა რომელიც ზუსტად იმავე შინაარსით და მთავარი აზრით არის დაწერილი. მაგალითად ეხლა გამახსენდა ერთი მოთხრობა, სადაც აღწერს როგორ შემოიჭრებიან მომთაბარეები ინგლისურად ნომადს ხო არის მომთაბარეები. აი ეგრე აქვს თარგმნილი ნომადებად დავით კირკიტაძეს შემოიჭრებიან და ქალაქში ყველაფერს ანგრევენ და ხორცს ჭამენ ცოცხლად. და ეგ პატარა მოთხრობა. ან რაღაცა კიდე არის, როცა უნდა წასვლა შემიკაზმეთ ცხენი მე უნდა წავიდე და მთავრდება მოთხრობა, პატარა მოთხრობები. ყველა არის ეგეთი რა, აი რაღაცა ნეგატიური აი ისეთი რა დოსტოევსკის კლანში რომ მოახვედრებდა, ოღონდ ევროპული გამოცდილება ალბათ კაფკას უფრო ეტყობა. ის დოსტოევსკისთანაც იგივე პათოსია ნეგატივი, მაგრამ განსხვავება ის არის რომ რაღაც თითქოს უნიკალურად რუსულია, შეიძლება ვწდები, მაგრამ ჩემი აღქმით ეგრე არის. კაფკა რაღაცა ევროპული ის არის, ნეგატივი. რუსული არ ვიცი. პესიმიზმი რა. ხო. თუმცა ზეროც არ გაქვს, ნანახი ეგრე დაწერა. ხო, მაგრამ ეგრე ინგლისელები, შოტლანდიელები, ზეს ვერ ნახულობენ, მაგრამ ინგლისში მზე არ ჩადიოდა არასდროს. ეგ იმიტომ რომ სხვაგანაც იყო ინგლისი, თორემ მე ვლაპარაკობ ორიგინალ ინგლისში. ეგ მაინც ეჩიდის კაცი. აი რომელი დიდი ინგლისელი მწერალი არ მოძრაობდა წინ და უკან. რას გულისხმობ წინ და უკან? აი მარტო ინგლისში ხარ, დადიოდნენ ხან
შეიძლება მაგითი არ გეთქონები რა. მოგზაურობას ამბობ? ეგრე ხა ჩვენ მომდ სადაც დაიბადა და გაიზარდა იქ მზე არ იყო პრაღაში ეგრეა და იმაში რა ქვია ლონდონში რა ვიცი. აი ხა რო დღეს არის უფრო მაღალ ჩემი წარმოგიდგენთ უფრო მაღალ რანგში აყავს კაფკას რა. ოღონდ სხვა თვალსაზრისით დოსტოევსკისთან ეგ ფორმა სევდის ფორმა უფრო ფილოსოფიურია და კაფკასთან უფრო ადამიანურია. მე ყოველთვის დღეში უფრო თეოლოგიური და ფილოსოფიური არის ჩემთვის დოსტოევსკი. რავი, ანუ ის სულ მცირე და დრო ავიღოთ, როდესაც დოსტოევსკი რაღაცა სევდაზე წერს, მან მარტო სამყაროს მივემართე ეგრე და ეგრე ცუდი და მწარე არის, მწარე გამოდიშო არ არის. იქ კიდე არის რომ ადამიანის ბუნება შეიძლება იყოს ესეთი, ამ მიმართებებით შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ დოსტოევსკი რაღაცა ცნებებში უარყოფით ელემენტებსაც ხედავს. და კაფკა, ანუ იმის აქცენტები ცნებებზე ჯდება დოსტოევსკის და კაფკას აქცენტები ცნებებზე არ ჯდება. კაფკას აქცენტები ჯდება სიმახინჯეზე. აქცენტები ჯდება რას ნიშნავს? ანუ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც რაღაც იკვეთება ნაწარმოებში. ძირითადად ყოველთვის არის ადამიანებზე რა. ადამიანებზე და სამყაროს სიმახინჯეზე. და ეგ მისი პიროვნების ნაწილია, ხო? და პირდაპირ წერს და ნელა წავიდეთ ახლა მოთხრობისკენ. პირდაპირ წერს ამ მაგიდან ხო გააწყალა გული. სამჯერ შევამოწმეთ. მინდა რომ წავიკითხო 1920 წელს რას წერს მილენას. და მან ჩანს წავიღე, ხო? კი ბატონო. ქართულად არის თარგმნილი? მეგონი არ არის. რას წერს მილენას და მინდა რომ აი წავიღო ხა, მოკლედ ჩემი აზრით ეს მოთხრობა სოფლის ექიმი არის კაფკას ხედვა და კაფკას რეფლექსია ფსიქოანალიზის მიმართ. იმიტომ რომ ეს არის დაწერილი 1916-17 წელს, ამ დროს ფროიდი არის ახლად გამოჩენილი, წლები არის უკვე ჩანს, მაგრამ მაინც ახალი ისტორიული გაგებით ახალი იგულისხმება და ჩემი ხედვით ეს არის კაფკა, რომელიც გაეცნო ფსიქოანალიზს და ეს რა ქვია. აი დაწერა მოთხრობა რას ფიქრობს ფსიქოანალიზი. აი დაახლოებით ეგრე რა. ამით არ ვავიწროებ არანაირად მოთხრობის შინაარს. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეგ მოთხრობა უფრო ფართო არეალზე უნდა გახვიდე, მაგრამ არა, აი ბოლოს რასაც ვიტყვი, მიხვდებით, რომ არ არის ეგრე ვიწრო გაგება. მოდი სანამ მილენასთან მიწერილ წერილს ვიტყვი, მანამდე აღნიშნავ იმას, რომ პირველად კაფკა ფროიდს 1912 წლის 23 სექტემბერს ახსენებს დღიურში, თავის დღიურებში. ეს ერთი და მეორე 1912 წელს ზოგადად ინტერესდება ფროიდით და პრაღაში ესწრება ფროიდის შესახებ გამართულ ლექციებს. ეხლა 1920 წელს რას წერს მილენას რა? მიწერია და პირდაპირ წავიკითხავ, აი, იმიტომ რომ გერმანულად იყო, მე გერმანული არ ვიცი და ინგლისურად გადმოვთარგმნე და მე აზრი ამოვიღე და ამ აზრს წავიკითხავ. ესე იგი, მილენა ეუბნება, რომ თავის მენტალურ ტანჯვას, კაფკას მენტალურ ტანჯვას და ტკივილს შეხედოს როგორც დაავადებას. და კაფკა უარყოფს ამ ხედვას და მისთვის აი ეს ფროიდის ხედვა რომ შეხედოს შიშებს, შფოთვას როგორც სამკურნალო დაავადებას არასწორია. ან ფროიდს ხომ მიაჩნია რომ ეს რაც გჭირს, მოდი უმკურნალოდ ეგ არის დაავადება. ეს არის არასწორი. ეხლა რატო? კაფკა თვლიდა რომ მისი შფოთვები თავისივე სულის, პიროვნების და სხეულის ნაწილი იყო. ანუ შფოთვას თუ მოაშორებ, პიროვნებაც განადგურდება. რა რაც ეხლა ვთქვით რომ ის პიროვნების ნაწილად აღიქვამდა. და ასევე ის თვლიდა რომ შიდა ბრძოლები ადამიანს პიროვნულ რწმენას უყალიბებს და აძლიერებს. ადრე რელიგიურ საზოგადოებებში თუ ეს რწმენა საერთო იყო, ახლა ადამიანი მარტოა და ყველამ დამოუკიდებლად უნდა შექმნას თავისი გზა. ანუ მას აღარ ჯერა რომ ნიჩეს ღმერთი მოკვდაში ცხოვრობს ზარატუსტრადან და ამბობს რომ მორჩა ეხა ყველა არის საზოგადოება არის ჭალებში ატომიზირებული, ყველა არის თავის გზაზე დამდგარი და მოდი რა თქვენ ბრძოლებს თქვენვე დაუპირისპირეთ ბრძოლის მეთოდებით. ეს ბრძოლის მეთოდები თქვენვე მოიფიქრეთ. არ წამს უნივერსალური პრინციპის, რაზეც აქვს პრეტენზია რელიგიურობას. და ბოლოს, შენ არ შეგიძლია ვინმეს პიროვნება განკურნო, როგორ შეიძლება ექიმმა, პირდაპირ ესე წერს, ექიმმა მიმკურნალოს მე იმით რომ მომაშოროს ჩემი პიროვნების თავარი ნაწილიო რა. თავარი არ უწერია, მაგრამ ერთ-ერთი განსაზღვრელი ნაწილიო, შფოთვას გულისხმობს. ეხლა რა შფოთვებიც ქონდა მაგაზე არ დავიწყებთ ლაპარაკს, იმიტომ რომ გასაგებია რა შფოთვებიც ქონდა მამამისიდან და ზოგადად ეგეთ პიროვნება იყო, ეხლა ცხადია, ხო? ამიტომ ეს არის 1920 წლის წერილი, 16-17 წელს არის ეს მოთხრობა დაწერილი. მოდი დავიწყოთ სათაურით ეხლა რა.
სათაური არის სოფლის ექიმი. თუ პროცესს ავიღებთ, სოფელი პროცესში რისი სივრცე არის? ბიძა რო სტუმრობს სოფლიდან, მაგაზე ვილაპარაკეთ იმ პოდკასტში, რომ სოფელი არის ხსნის ადგილი თითქოს რა. ანუ ბიძა რომელიც ჩამოდის და ცდილობს რომ შეახსენოს რომ იოზეფ კ-ს აქვს გვარი და შეახსენოს რომ შენ იოზეფ ეხლა მოდი დაიქოქე და ცოტა წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესს რაც შენ წინააღმდეგი მიდის. ექიმი თავისთავად არის განკურნების სიმბოლო, ხო? ანუ კაფკასთან სოფლის ექიმი არის ორმაგად პოზიტივისტური დატვირთვის მქონე სათაური. ოკეი? ამიტომ დავიწყოთ ამით. წესით მოთხრობისგან უნდა ქონდეს ამის მოლოდინი, მაგრამ ამ იმას მოთხრობას მე გავყოფთი ორად. ერთი თავისი რეფლექსია, თავისი ხედვა ფსიქოანალიზზე, უბრალოდ პირველ ნაწილში გვეუბნება რა არის ფსიქოანალიზი და მეორე ნაწილში გვეუბნება რას უშვება ადამიანს ფსიქოანალიზი. პირველ ნაწილში არის უბრალოდ აღწერითი ნაწილი რა. მაგალითად, იწყება იმით, რომ ცხენები მოაკლდა, მერე მიდის იმაში საღორეში, თუ სწორად მახსოვს, საღორე ქვია, ხო? საღორეში და იქ უცებ ჩნდება კაცი 4 ფეხზე ესე გამოდის და უცებ წკაბ და აჩენს 2 ცხენს. ეგ ხო ეხლა რავი, რაღაცა სიურეალისტური მას გავს და სიურეალიზმი არ არის კაფკა, ხო? ანუ მეორე ვარიანტი არის, რომ უბრალოდ არის სიზმრისეული სცენარი რა, სიზმარში როგორც ხდება ეგრე. აქედან იწყება ფიქრი, რომ ვა, რაღაცა ქვეცნობიერში ხო არ ვართ. ამ და თან არ მახსოვს ლაკანი ამბობდა თუ ფროიდი ამბობდა სიზმარში ყველა ხარ შენ. ანუ ყველა პერსონაჟი შენ ხარ. მაშინ ამ ლოგიკით ეს კაცი ვინც ცხენებს იმაში აძლევს თავარ პერსონაჟს ექიმს უნდა იყოს თავად ეს ექიმი. ეს მტკიცდება სხვათა შორის გამიმყარა, ეხლა კი არ მტკიცდება, მაგრამ ეს აზრი გამიმყარა იმან რომ ნახე აქ ეუბნება იმას რა ქვია, როცა მიდის ეს ექიმი ხნედ აბა. და ბოლოს როცა ბრუნდება ეს ექიმი უკან ამბობს ეს ვინც ცხენები მიცა ის ხომოს ხნედ აბა. მე ექიმი რო უკან ბრუნდება ამბობს ხნედ აბა, მიუმართავ ცხენებს, იგივე ფრაზას იმეორებს. ცოტა მიმყარებს რომ იგივე ტიპი არის ექიმისა რა. მერე რომ მოდის ეს ექიმი. არის ამბავი რომ ეს როზა, ვინც თავისი რა მოსამსახურეა, როზა რომელიც რჩება ამ მეჯინიბეს ცხენები ვინც მიცა, უნდა რომ დარჩეს როზასთან და მარტივად რო ვთქვა სექსუალური ისინი აქვს სურვილი რა. ხო და ეგ არის ასევე ფსიქოანალიზის ბწყალებში აღმოჩენა, რომ მთლიანად კონცენტრირებული არის ფროიდი, შენ რა ტოლვები გაქვს და არის ორი ტოლვა, ხო, ჯერ 1920 წელს თუ 25 წელს ახალ ესე, სადაც სხვა ტოლვებსაც ამჟღავნეს, მაგრამ ჯერ ფსიქოანალიზში არის მიდრეკილება იმისკენ, რა ქვია, სექსუალური შენი დაფარული სექსუალური ტოლვები რა. ეგ არის ფროიდი ჯერჯერობით, ხო? რაღაცა იქ ოიდიპოსის კომპლექსი, მამასთან ბრძოლა, ბლა ბლა ბლა. აქ ჩანს ზუსტად ეგ, რომ თითქოს დაფარული სექსუალური ტოლვები აშკარავდება ჩვენთვის პერსონაჟის. იმიტომ რომ როზასთან სურს განმარტოვება რა. ეგ ერთი. ეხა აღწერილობა თუ იმაზე ვთანხმდებით, რომ აღწერილობა არის სიზმრის და სიზმარს კიდე ისიც იმაშობა აშკარავებს, რომ დრო და სივრცე აქ გამქრალია ტექსტში, ანუ დრო საერთოდ არ არსებობს და არც სივრცე ტექსტში ეგ არ არის და ასევე არის მოკლე მოთხრობა ძალიან რა. მოკლე შეიძლება ბოცულობით უფრო სხვა მოთხრობებით უფრო მოკლეა, მაგრამ შინაარსობრივად არის ძალიან მოკლე. აი სიზმარი როგორც არის, რომ რაღაცა რამდენიმე სურათი და მორჩა სიზმარი, მთელი ღამე ხო არ გვესიზმრებ. ამიტომ ეს ამყარებს იმას, რომ ეს არის აშკარად რაღაცა ფსიქოანალიტიკური ტექსტი. ეხლა გადავდივართ შეფასებაზე. ანუ როგორია ეს ფსიქოანალიზი, გამოგვადგება თუ არა და რას ფიქრობს კაფკა. პირველი არის რომ ორი ხელისშემშლელი აქვს ექიმს, ორი ხელისშემშლელი ფაქტორია რომ მივიდეს პაციენტთან ექიმი. პირველი არის თოვლი, ანუ ფიზიკურად ვერ მიდის. და მეორე არის, როცა მიდის სულიერად ვერ მკურნალობს. ანუ ვერ ხვდება, რომ პაციენტს რა ჭირს რა, ანუ დიაგნოზს ვერ სვამს. ამბობს, რომ არაფერიც არ ჭირს. ეს ორი დაბრკოლებაა, რომ ანუ ერთი ფიზიკურად სამყარო უშლის ხელს და მეორე არის, რომ უბრალოდ არ დგება პაციენტს და ექიმს შორის კავშირი. კაი, მე დავუშვათ, ეხა ეს მეორე რაც ვთქვი, ეგ უარყავით და ვთქვით, რომ აი ჭრილობა ხო აღმოაჩინა. ხო? მე ვაფშე ვერ ხვდები რა საჭიროა ეგ. რა საჭირო პაციენტთან.
იმისათვის რომ შენ დასვა დიაგნოზი, შენ უნდა გაუგო შენს პაციენტს რა ჭირს და მარტო მაგის შემდეგ შეძლებ თქვა რა რითი უნდა იმკურნალოს. თუ ვერ ხვდები შენ მას რა ჭირს, მაშინ რანაირად დაუნიშნავ იმას წამალს. ხვდები? ამიტომ იმისათვის რომ კავშირი შედგეს, ეს არ არის მაინც და მაინც ისეთი კავშირი რა, მე ხა ხვდები შე რა გჭირს. ეს არის აი ღრმად ეგზისტენციალური კავშირი, როგორიც მაგალითად ახსარების დროს დგება მღვდელს და ახსარების ჩამბარებელს შორის. ანუ ცოტა მეტაფიზიკურ ფილოსოფიურ ჭრილში რო განვიხილოთ რა. ნუ ფიზიკური ექიმი როლობრივად გამოდის რა ქვია იმას ფსიქოანალისტი თუ რაღაც. ფსიქოანალიტიკოსი, ხო, ფსიქოანალიტიკოსი. ეხა გავაგრძელოთ იმით, რა ქვია, სად ვიყავი? ხო, აღმოაჩინა ჭრილობა, დაუშვათ გაიგო რომ ჭრილობა, ნუ ჯერ იმით ვთავრდება რომ ვერ განკურნავს, ამიტომ აქვე ვთქვათ რომ ფსიქოანალიზი კავკასიაშვილის ჩავარდნილია და ტოვებს ხრმულს და ნუ რაღაცა სიცარიელეში ტოვებს და ვერ თუ არ. როგორ? ვერ თუ არ. ეგ სადავა მე ვფიქრობ რომ ვერ თუ არს ფიქრობ, მე ვიდავთ, აი მოკლედ დავამთავრებ და მე, აი? ხო, მინდი. ხო. ჭრილობას რო აღმოაჩენს, მაგის და იმაში უნდა დავაკვირდეთ ეხა ერთ რაღაცას. გერმანულში აქ ხო წერია ვარდისფერია ეს ჭრილობაო. გერმანულში ეგ წერია იმით, რა ქვია, სიტყვით როზა. ანუ ერთადერთი პერსონაჟი ამ ტექსტში, რომელსაც სახელი აქვს, არის როზა. ტოვებს როზას მთელი ეს გზა თავისი ამ გმირის მოგზაურობა და ფინალიც, ანუ როდესაც ჭრილობას უყურებს, ფიქრობს როზაზე, რომ ვაიმე როგორ დავტოვე, როზა რასულელი ვარ, იმ შტერს როგორ დაუტოვე თუ პირუთ თუ რაღაცა რა. ხვდება რომ არ უნდა დამეტოვებინა, იმიტომ რომ ხო ხვდები რა. ანუ იმისათვის, ეხა ამით ვასკვნით იმას, რომ ერთადერთი პერსონაჟის სახელი, რომელსაც აქვს, იმიტო აქვს ეგ სახელი, რომ ჩვენ მკითხველმა გავავლოთ პარალელი ჭრილობასთან. ქართულ თარგმანში ეს არ ჩანს, ეხა თარგმანი როზას ხო არ დაწერდა, იმიტომ რომ ვარდისფერი უნდა დაეწერა. მაგრამ გერმანულში ვარდისფერი როზა და როზა სახელი ერთი და იგივეა, ამიტომ გერმანულენოვანი მკითხველი ამას დაიჭერს რა. ესე იგი, ექიმი მუდამ ფიქრობს არა მარტო თავისი პაციენტის როზაზე, ანუ ჭრილობაზე, არამედ საკუთარ ჭრილობაზეც რა. ანუ ფროიდი როგორც მკურნალი და თან პაციენტი, რომელიც ხვის ექიმი, რომელიც ხვის ჭრილობას კურნავს, ამავდროულად საკუთარ ჭრილობას ვერ შველის და ვერ დაიხსნა თავი. ანუ იმისათვის, რომ უმკურნალოს სხვა, ჯერ საკუთარი თავი უნდა დაიხსნას ამ ჭრილობიდან. ვერ დაიხსნის, მაგრამ ხედავს კავშირს და ამით ახერხებს, რომ რაღაცა მინიმუმ ამოიცნოს მაინც რა ჭრილობა აქვს. ეს სახელი ამით შეიძლება რომ აიხსნას. ხო. და ეხა ბოლოს, ნენელა მორჩები. ერთი მღვდელით ყველა დავახსენე, კავკას აზრით, რადგანაც ნიცშეს ღმერთი მოკვდას სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ რაღაცამ უნდა აიღოს ფუნქცია ობიექტურობის, ხო? ფროიდს და ფსიქოანალიზს ამაზე აქვს პრეტენზია, რომ მე შემიძლია ავხსნა შენი ბუნება რა, ანუ შენი როგორც შენი ანუ წარმოვიდგინე ქვეცნობიერში ხდება ეს და წერს 1000 წიგნს, რომ აი ეს და ეს იმიტომ ხდება, აი რაღაც ეს სიმბოლო ამას ნიშნავს, ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია ფროიდს. აქ ექიმი ახსენებს ამბობს შემდეგ ფრაზას. ექიმისგან ყოველთვის რო ვერ განკურნავს მაგის მერე. ექიმისგან ყოველთვის შეუძლებელს ითხოვენ. ძველი რჯული დაივიწყეს, მღვდელის სახლში დამჯდარა და საეკლესიო შესამოსელს ერთი მეორეს მიყოლებით ნაკუწებად ფლეთს. ხოლო ექიმმა კი ყველაფერი უნდა მოახერხოს თავისი ნატიფი ქირურგიული ხელების წყალობით. ანუ ამბობს რომ ხალხო მე რასაც მთხოვთ ეგ მღვდლის საქმეა რა. ანუ ეს ჭრილობა ეხა შე რო გაქვს, ეგ ფიზიკური არ არის, იმიტომ რომ როზა არის და მეც ხვდები, მეც მაგ ეგეთი ეგ არის რეალურად სულიერი ჭრილობა და მე არა ვარ ის, ანუ ეს არ უნდა ფსიქოანალიტიკოსი არ არის ადამიანი, რომელიც შენს სულიერ ჭრილობას განკურნავს. ეგ არის მღვდლის საქმე, მაგრამ რა ვქნათ რომ მღვდლის უფროსი ბჭყალებში მოკვდა. ანუ რჩებით სიცარიელეში რა, რომ არ არსებობს არც რელიგიური შველა სულისა და არც სხვა გზა, იმიტომ რომ აი ფროიდი ცდილობს და ვერ ახერხებს, კაფკა გვეუბნება. და ადამიანი დარჩა თავის ფოთოებთან მარტო. მაგას წერს ზუსტად მილენას რა, რომ რა უნდა ამ ფროიდს კაცო, მე ჩემი ფოთვა, ჩემი პიროვნების გამსაზღვრელი დამანებოს თავი. და ბოლო ისა, რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, არის სიმღერა
რომელსაც ბავშვები მღერიან. ჯერ ბავშვებზე უნდა ვთქვათ კაფკასთან, რომ ეგ არ არის საერთოდ ბავშვები რაღაცა ხსნის და საყვარელი ადამიანები, არის ბავშვები პირიქით. კაფკასთან არის ყველაზე რაღაცა საშინელი და ხო, აი რაღაცას რომ შეგიკიტინებენ და რო არ გაცდიან ცხოვრებას და საზიზღარი არსებები არიან ბავშვები კაფკასთან. ეგრეა ხა რა. ხო. ბოლოს არის ეგეთი, ისა რა ქვია, სიმღერა, რომ აი რო წამოვა ეს ექიმი ბავშვები მღერიან. გაიხარეთ სნეულებო ექიმის საწოლში მოგიწვათ. გაიხარეთ გერმანულში არის იწერება ეგრე. FR-EUET და წარმოითქმის როგორც ფროიდ. ანუ ძალიან გავს ფროიდი როგორც იწერება იმას, მაგრამ ეს ეხა ძალიან ის არის დილეტანტური გადაკვრა მესმის, მე მჯერა რომ სპეციალურად მიამსგავსა, მაგრამ ეხა ამაზე ისა ცოტა ამაზე უფრო ღრმა ისენი მაქვს, ორი ვარიანტი რას ნიშნავს ეს სიმღერა რა, გარდა იმისა რომ ფროიდის გვარს გავს. ერთი ლინკს ჩავაგდებთ აღწერაში ორივეს ეხა რასაც ვიტყვი რა. გერმანულად ეს ტექსტი რა ნახოთ ეხა ნუ წარმომადგენლებინებთ არ ვიცი გერმანულად უნდა დავიცინოთ ყველად. გერმანულად აი ეს ფრაზა ორიგინალში რომ ნახოთ ძალიან გავს ორ სიმღერას არა საგალობელს რომელიც გერმანულ კულტურაში ძალიან გავრცელებულია. აიღეთ კაფკას ეს ტექსტი ორიგინალში და შეადარეთ აი ესენი ხარ რასაც ვიტყვი რა მაგას ყველაფერს ჩავაგდებთ აღწერაში. ერთი არის 1523 წელს მარტინ ლუთერის მიერ შექმნილი საგალობელი რომელიც არის პირდაპირ ქრისტიანობაზე გავდივართ ცხადია პროტესტანტულზე, მაგრამ რა მნიშვნელობა ქრისტიანობაზე და არის გერმანული კულტურული ფენომენი, ხო? კაფკაც აღარ აღნიშნავ. და ქართულად ითარგმნება ეს ლუთერის ტექსტი ესე. არ ვიცი რამდენად სწორი თარგმანია ინტერნეტში ესე გადავთვალე. აზრობრივად. ხო. ახლა გაიხარეთ საყვარელო ქრისტიანებო ერთად. ეს არის ლუთერის საგალობელი. ეხა მეორე. ძალიან გავს ასევე ეს ტექსტი პოპულარულ გერმანულენოვან ხალხურ სიმღერას, რომელიც 1793 წელს ციურიხელმა, ანუ შვეიცარიელმა ოღონდ გერმანულენოვანმა პოეტმა იოჰან მარტინ უსტერმა შექმნა. და პათოსი არის შემდეგი რა ამ იმის საგალობელის თუ სიმღერის. სიცოცხლით ტკბობაზეა აწმყოში ცხოვრებას და კარპე დიემ, რაც არის ლათინური დაიჭირე წამი, მაგის გადათამაშება ოღონდ გერმანულად რა. ანუ ნახე ხა გავს ორ გერმანულენოვან საგალობელს თუ სიმღერას ტექსტს, რომელიც არის ორივე ოპტიმისტური, ორივე არის სულის ხსნაზე და ორივე არის დაახლოებით ქრისტიანული პათოსის. ყოველ შემთხვევაში ერთი უფრო. ეხა მაშინ აქ კაფკასთან რა არის? გაიხარეთ სნეულებო ექიმის საწოლში მოგიწვათ. ანუ თუ აქ არის რაღაცა მე-16 და მე-18 საუკუნეების გერმანიაში სულის ხსნა, აწმყოში ვიცხოვროთ ხალხო, მაგარია ქრისტიანები ვართ ყველა და იმ ხსნა გველოდება და უცებ მე-20 საუკუნის გერმანულენოვან სამყაროში ეგრე გადმოეწყო, რომ გაიხარეთ სნეულებო, თქვენ ყველა სნეულები ხართ, ექიმის საწოლში მოგიწვათ. ანუ ისის ტრავმირებულია, ვერ გშველით და აღარც ქრისტე არსებობს და აღარც ღმერთი რა. აი ამას ნიშნავს ეს ისა რა ქვია. ხო. ბოლო სიმღერა. და საბოლოო ჯამში ახლა ორ წინადადებაში რო შევაჯამო, ეს ტექსტი ჩემთვის არის იმაზე, თუ როგორ ვერ შველის ფსიქოანალიზი ღმერთ ისეთ სამყაროში, სადაც ღმერთი მოკვდა. და ხსნის ძიებაშია კაფკა. ჯერ ეს არ არის დაწერილი მისი ხსნა, ანუ ხსნის ტექსტი და ნუ თუ კამიუს დავესესხებით იმედზე რო წერს კაფკას შემოქმედებაში, იქ ამბობს რომ ციხესიმაგრე, ქართულად გოდოლად არის ნათარგმნი, არის აი ეს შვების ტექსტი. ბოლოს წინადადება რას თქვი? ჩემი გასკვნა ესეთია. გაიმეორე თუ შეიძლება. ეს ტექსტი არის იმაზე, ღმერთ ისეთ სამყაროში, სადაც ღმერთი მოკვდა, როგორ არ არის ხსნის გზა, მათ შორის არც ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიტიკოსებს ამაზე აქვთ პრეტენზია ფროიდს და აი მე ვაჩვენე რომ აი ხალხო მან არ მესმის. არაფერი ის არის. ღმერთი მოკვდა სამყაროში თუ ანუ მაშინ იქნება ეგეთი წარმოდგენა რომ ღმერთი მოკვდა, თუ ღმერთი მოკვდა, კოლექტივიზმი მოკვდა. კოლექტივიზმი რას ნიშნავს? საერთოდ იმას თუ გულისხმობ რომ საერთო რწმენა გვაქვს რომელიც გადაგვარჩენს, ეგ მოკვდა ხო? და გაინდივიდუალის და საზოგადოება. ხო. მან ხო და მთელი სრულიად გეთანხმები ინტერპრეტაციაში, მოკლედ რა. უბრალოდ მე განცდა ან მქონდა რომ განზრახდა წერა. ხო, მე მგონია რომ განზრახდა. ზუსტად ეგ წარმოდგენა მქონდა. ყოველად ცხადია რომ სიზმრის
სიზმრისეული ტექსტი არის, სიზმარზე აგებულია, ყოველთვის ხადია რეალურად უფრო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი კი არა, დეტალურად უფრო ისეთი მყარი დარტყმები იმისი, რომ ქვესნობიერში ვზივარ და ქვესნობიერზე ვაპარაკობ, არის პატარა დეტალები, რა თოვლი როგორც შენახსენე ცხენები, თავს რო ყოფენ იმაში, ეს პატარ-პატარა წამომღერების ეპიზოდები, ბოლოში მაგალითად რომ მიუწვება ეს გვერდით იმ ბავშვს და რომ აირევა სიტუაცია და რაღაცა ფოტოები რო არის რეალურად. როგორც ჩვენ თქვი რა, რაღაც პატარა დეტალები გაქვს მარტო და უნდა ააგო. ხო და მან უბრალოდ მე ეგეთი წარმოდგენა გამიშთა, იმიტომ რომ შენ რო თქვი რომ ვერ გადაარჩენსო, მე მგონია რომ არ. ხო, რატო? რომ მიდის ბიჭთან. ბიჭი ეუბნება რომ მომენტ საშუალება მოუკვდება. კი ბატონო. და ეგ ვერ გავიგე რატო ეუბნება მაგას და შემთხვევით მაგას რო ეუბნება, მაგიტო ხო არ ეხება. და რეალურად შენი ვერის არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ ფიზიკურ ნაკლს რო ვერ ხედავს ვერანაირს, ის მე რეალურად ის ემოციურია ცხადია. ემოციური კი არა და ფსიქოლოგიური მომენტი არის მნიშვნელოვანი და არა ფიზიკური მომენტი ყოველთ გასაგებია და ეშვება რომ ფიზიკურად არაფერი არ ჭირს, იმიტომ რომ არის ის არაფიზიკურად როგორ მოუვაროს. მაგრამ მე გაცდა მაქვს რომ კაფკა ზოგადად თავის შემოქმედებაშიც და აქაც ჩემი წარმოდგენით იმ მხარეს დგას, რომ არ უნდა გეშველოს. ვერ გეშველება კი არა, არ უნდა გეშველოს. კი. მაგრამ ნახე, ეგ ხო ფროიდის ის არა, ეგ ხო ფსიქოანალიზის პათოსი არ არის, რომ არ უნდა გეშველოს, ეგ კაფკას არის. ამიტომ აქ ეს ექიმი არის ფსიქოანალიზის ხატი და ის ცდილობს გეშველის. ვერ გიშველოს, ის კი ცდილობს რომ გიშველოს, მაგრამ ჯერ ერთი ვერც გიშველის და მე აი ნახე, აქ თავიდან ის ხო ეუნება მაცადე სიკვდილიო. მერე ჯერ ერთი მაშინ იბნება ეს ექიმი, რომ ანუ ვერ ხედავთ რას გადაწყვეტს. მაგრამ ბოლოს აგერ არის ნახე რას ეუბნება ეს პაციენტი. მიშველი სლუკუნით ჩამჩურჩულებს ბიჭი და ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჭრილობას აღმოუჩენს ექიმი. ანუ ჩემ ლოგიკაში ეგრე დაალაგდა, რომ როდესაც ანუ ეს არის საზოგადოება თავიდან, მაცადე სიკვდილის საზოგადოება, რომელიც არის ნიჰილიზმში ჩავარდნილი, მერე მოვა ექიმი და აღმოგიჩენს ჭრილობას. ჭრილობას რო აღმოგიჩენს, შენ გეძლევა იმედი, რომ ამან თუ ჭრილობა აღმომიჩინა, შეიძლება მიმკურნალოს კიდეც. და ეგ არის ამოძახილი მიშველი. მაგრამ ბოლოს ხედავთ, რომ ვერაფერსაც ვერ გიშველს და გვერდით მოგიწვება. ანუ ისიც მიშველის, ანუ ვიღაცა სხვას უნდა მიმართოს იმანაც მიშველი, გესმის? და ამიტომ ერთად ვბრუნდებით იმ პირველ უარეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეხა ჭრილობაც ვიცით რო გვაქვს და თან ვიცით რომ შველელიც არ უყავს. მაშინ მარტო შველელიც არ ყოლა ვიცოდი, ეხა ჭრილობაც გვაქვს. ამიტომ ამან ფსიქოანალიზმა მოიტანა ის რომ პირიქით უარეს უფსკრულში ჩაგვაგდო. ეგ უნდა მოძვნეს კავკასიაში. ხო, მაშინ ეგრე გამოდის, რომ სანამ ფსიქოანალიზი არსებობდა, არ არსებობდა ჭრილობა. ხო. და ფსიქოანალიზმა გააჩინა ჭრილობა რეალურად. ფსიქოანალიზმა დაგვანახა რა ჭრილობას გვაქვს. გააჩინა გამოდის. გააჩინა ვერაინად. ჭრილობა დაუძახა. ხო, მე ეგ გააჩინა? ხო, თუ კაფკასთვის ეს გააჩინა გამოვა. თუ კაფკასთვის ის მახასიათებლები, თვისებები, რაც ფსიქოანალიზისთვის უარყოფითია, კაფკასთვის ბუნებრივია. ხო. უარყოფით რო ეძახი, ეგ ნიშნავს რომ ჭრილობა დაჩენ. ანუ ფსიქოანალიზი თუ ამბობს რომ შენ თვითგვემაში ხარ ჩავარდნილი ეგ პრობლემა, კაფკა ამბობს რომ თვითგვემა ერთ-ერთი შენ შემადგენელი ნაწილი გამოდის. და რანაირად აი პრობლემა, მაგას თუ პრობლემას ვეძახით, ჭრილობას ვაჩენთ და მაგ ჭრილობას თუ ვაჩენთ, მაშინ ჩვენ ვერ ვუმკურნალებთ. ანუ იმას რაც ჩვენი ნაწილია, თუ გინდა რომ ვუმკურნალოთ, ვერ ვუმკურნალებთ. მაგ ლოგიკით ვერ ვუმკურნალოთ, მაშინ ვერ გამოდის კი. მაგრამ თუ ჩვენი ნაწილი არ არის, მაშინ კი შეგვიძლია ვუმკურნალოთ და ვუმკურნალოთ თუ არა არის შეკითხვა. ხო. და მაშინ მეორე ხაზი შემოდის მოთხრობაში რა. ერთი ხაზი თუ არის იმ ბიჭის ხაზი, ბიჭის შველის ხაზი, გავიგეთ მაგას ვერ ვშველით, იმიტომ რომ სხეულის ნაწილია რა მისი. და მეორე ამბავი არის ის რაც სხეულის გარეთა ექიმის დამხმარის შველა რო არის საჭირო. როზას? ხო, როზას არ შველის. არ მიდის როზასთან რო შველის. არ თუ ვერ. მე მგონია რომ არ ხო შეუძლია დარჩეს არა. ხო, მაგრამ მაგას მე რეანალიზებს როზა რო საშველია, რაც მიდის. თუ არა. არა, მაგამდე იმ კაცი. არა, მანამდე იმ კაცი უნება შენ ხო არ გონი აქ დაგტოვება. ანუ აანალიზებს საფრთხეს, ხო? იep.
ხო, მაგრამ მაინც ტოვებს. ხო, კი, ანუ ეს მოთხრობა არის აჯაფსანდალი. სრული აჯაფსანდალი. კი. რეალურად მაგიტომ მომწონს მე მოთხრობა აჯაფსანდალი, რო არის შველის კაფკას ხრივ. ძალიან ბევრ გასახანს იძლევა. კი, ძალიან. მაგრამ ზოგადად კაფკაზეც ამ მოთხრობაზეც და ამ მსგავსი სახის მიმართებებზეც ეგ წარმოდგენა მაქვს, რომ მე არ მესმის ეს ხალხი რანაირად აღიქვამს რაღაცა ანუ გამომდინარე მახასიათებლებს ან თვისებებს რანაირად აღიქვამენ ნაწილად სხეულის. ანუ რაღაცა ბუნებით რაღაცები გვაქვს გასაგებია. არის რაღაცა გარე მოცემულობები და ეს გარე მოცემულობა რომ მოგემართება შენ რაღაცას რო გაგიკეთებს და მე ამის მერე შენ რო უკან მიემართები, აი ეგ შენი ნაწილი როგორ გამოდის არ მესმის. ანუ ის რო რაღაცა ტრავმა გაქვს ბავშვობაში მიღებული და მე მაგ ტრავმის გამო რაღაცნაირად იქცევი, რაღაც სახის წარმოდგენები გაქვს. ეგ შენი რანაირად არის. ანუ შენი სხეულის ნაწილი რანაირად გამოდის, ბუნების ნაწილი რანაირად გამოდის, ეგ არის დანამატი. თანდაყოლილობის არ გწამს შენ? მე თანდაყოლილობის რომ წავს, მაგიტომ მაგ ეს წარმოდგენა, ეს თანდაყოლილობა არა. უბრალოდ ხო, პირიქით, ანუ თანდაყოლილის მიღმა რაც გაქვს, შეძენილის არ გწამს. შეძენს არ გწამს. ანუ ყველანაირი შეძენილი არის შეძენილი, დანამატია პლუს 1. ეგ საშიში იდეა ის. ხო, ჩემი წარმოდგენით ადამიანები არის ცვლებიან. რაც ვარ დამორჩა. ხო, არა, ნახე, თუ შეძენილის არ გწამს, მაშინ ცვლილების იდეისაც არ გწამს. როგორ არა? ხო, არის ცვლილები, ხო, არ გწამს. ხო და ეგ ერთადერთი ფორმის ცვლილების რომელიც წამს არის თუ გრანდიოზული რაღაც მოხდა შენ ცხოვრებაში. ცუდიან კაი. ხო, მაგას გულისხმობ ცვლილებაში ცოტა პირველი კლასის ცვლილება რო წარმოიდგინო, ყველაზე ღრმა და ყველაზე ისეთი რა. ხო, თუ მაგის არ გწამს, მაშინ თანამედროვე ადამიანზე საერთოდ სხვა წარმოდგენის ყოფილხარ ჩემგან განსხვავებით. ხო. ჩემი წარმოდგენით თანამედროვე ადამიანები არიან ბრმები. შენ გინდა დააბრუნო ანტიკურობა ეხლა და მე მგონია რომ ეგ არ არა გამოვა რა თქმა უნდა ისეთ სახის საზოგადოებაში შექმნით რომ არ გამო. ანუ ჩვენმა საზოგადოებამ განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და მით უმეტეს იმიტომ რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომები მოხდა. და მაგამდე ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული რეალურად ეს არის ინდუსტრიალიზმის პემშუა ეს შედეგები. და მე პირველი და მეორე მსოფლიო ომი აუარესებს იმ თვალსაზრისით რომ პათოსის ამბავი შემოაქვს თანადგომის უარყოფითი. მაგაზეც გეტყვი მე. ხო, და კიდე ზემოდან ემატება მონანიების არასწორი ელემენტი. რაღაცა მონანიება ვერ, ანუ არ ესმის ხალხს, როგორ უნდა მოინანიონ, იმიტომ რომ საშინელებები ხდება. გრას ეძახის მაგას, მაგრამ რაღაცას, რომ იმდენად ბევრი მოინანიეს გერმანელებმა, რომ სინანულის მდგომარეობა გახდა მათთვის სასიამოვნო და სრულიად დაკარგეს თავისი ბუნება. ძალიან სასიამოვნოა ის. მაგიტო შემეყარდა მე ის თუნუქის დოლი რომ წავიკითხე. ძალიან მაგარი არის. ხო, ეგ გერმანელი ფოლკლორი. დამშოკა. ეგ არის გერმანელი ფოლკლორი. კი. ხო, ეგ ხალხი აღიქვამენ მაგას ეგრე რა, რომ ანუ ყველაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს სამ ზოგადოებაში ინდივიდისთვისაც და ზოგადად ან ცალკეული წევრებისთვისაც და ყველასთვის აღებული ერთად. ის რომ საკუთარ ბუნებას ვერ გამოავლენ. და ინდუსტრიალიზმის შემდეგ მოხდა ეგეთი ვითარება, რომ ყველანაირად შეიზღუდა სივრცე, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს აღებს. სამყარო გახდა დომინანტი თან ისეთი სამყარო, რომელიც გთხრუნავს. ხო, ზუსტად. და მაგის მერე რეალურად ადამიანები თავის გამოვლინებითაც და ბუნებითაც არიან გამომდინარე არსებები. ანუ თავარი მამოძრავებლები კი არა, გამომდინარე მასშტაბები ხარ, ხო? ეგრე გონოს, თანამედროვე ადამიანი არის მასშტაბი. აი, სხვათა შორის ეგ არის მე მგონია რომ ამ მოთხრობამ, აი ცალკე აღებულმა ამ მოთხრობამ ასევე ბრალი დასდო და თან იწინასწარმეტყველა ფსიქოანალიზმი იმაში რომ ტოტალიტარიზმი გაჩნდა. ანუ ახლა მე მგონია რომ კაფკა ამით ბრალს დებს რომ ფსიქოანალიზმს რომ აი თქვენი ბრალია რომ მომავალში ტოტალიტარიზმი გახდება. ხო. თავის შეკავი მოცადე, მაგრამ არ გამომივიდა. რაზე? ფსიქოანალიტიკოსებს დებს ბრალს რომ აი და ფროიდს რა და შეიძლება ანუ რეალურად მართლა დიდი წვლილი იყო შეიძლება ფროიდის და ფსიქოანალიზის რომ ტოტალიტარული საზოგადოებები მივიღეთ სისტემები მივიღეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რასაც მილენას წერს რომ ამან გამოიწვია ანუ ნახე ადამიანები ხო ცხოვრობდნენ კაფკას წარმოადგენთ ხო ცხოვრობდნენ ისეთ იმაში სამყაროში სადაც
ღმერთისადმი რწმენა უკვე ძალიან ზედაპირული გახდა. ღმერთი მოკვდა მარტივად რო ვთქვათ რა. საკრალური აღარ არის ღმერთი. ამიტომ ყველა საკუთარი გზით ეძებდა ხსნას და ფსიქოანალიზმა გააჩინა ილუზია, რომ არსებობს რაღაც ობიექტური გზა. და მერე ეს რწმენა დაიკავა ტოტალიტარულმა რეჟიმებმა. მაგალითად, ნაცისტებმა დაიკავეს იმით, რომ ხსნა არსებობს მესამე რაიხის ჩამოყალიბებით და ვიღაცა ჩვენზე დაბლების დახოცვით. იტალიაში დაიკავა ერის დიდებით, ერი როგორც ობიექტური მოცემულობა. საბჭოთა კავშირში როგორც მარქსისტული უკლასო საზოგადოების მიერ. ანუ ობიექტურობის ღრმული გააჩინა ფსიქოანალიზმა ევროპულ დასავლურ საზოგადოებაში და თავად რო ვერ დაიკავა ეს ადგილი, მოვიდა ტოტალიტარული რეჟიმები და ამ დაბეჭავებული გაყოფილი ხალხის იმაზე დააჯდა რა. ცდამაქ რო ტოტალიტარიზმი იგივეს გააკეთებდა მაგის გარეშეც. არ ვიცი. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა რა. ეგეთი ანუ ეგ ღრმული ეგ ტოტალ იმან თუ არ გააჩინა ფსიქოანალიზმმა, მაშინ რა გააჩინა? ფსიქოანალიზმამდეც იყო ეგ ღრმული უკვე. ხო და რანაირად, რამ გააჩინა? თავისით ესე ანუ შაიხსნა რა საზოგადოება ობიექტურობისგან სრულიად. აი არ არის წმენა რამ გაუჩინა ფსიქოანალიზმამდე დასავლურ საზოგადოებას, რომ მეგიშველით. მაგაზია ლაპარაკი, თორე ღრმული რო იყო და ჰანა არენტი რასაც წერს, რომ ატომიზირებული საზოგადოებას ხდისო ტოტალიტარიზმი. აი ეგ არის ზუსტად. ეგ გააკეთა ფსიქოანალიზმმა ჩემი აზრით რა, ზუსტად. და მაგიტო არის, ანუ ეხლა იმას კი არ ვამბობთ, რომ ფროიდი ბრალი ან ჰიტლერი რომ მოვიდა კაცო, მაგრამ ანუ რეალურად ლოგიკურად შეიძლება აიხსნას რა, მისი დანაშაული ისტორიის წინაშე. ხო, ფალსიფიცირებული ხსნის მექანიზმი როდესაც შემოგაგდა ზედაპირულად მუშაობს, მე მარტივია მაგაზე ხელის ჩაკიდება და გამოყენება. შეიძლება მართალი იყოს ეგ კავშირით სრულიად. უბრალოდ რაღაც მომენტში მე ვერ ვაკავშირებ, მაგრამ ახლა რომ თან ფიქრი დავიწყოთ, თან ვილაპარაკო სისულელეებს ვიტყვი, რამეს თავში ვიკავებ, სხვა დროს ვიტყვი მაგასთან დაკავშირებით, რამე ვიდეოში რამეს. მაგრამ მესმის რასაც ანუ ჩემი ამ მოთხრობასთან დაკავშირებით და ზოგადად ჩემთვის და კაფკა რეალურად მე მაგიტომ მომწონს, რომ მაგ კუთხით მართლა მომწონს, რომ ხედავს მაგას რა, საზოგადოებას, მომავალსაც წინასწარმეტყველება. ნუ წინასწარმეტყველება შეუულია, ცხადია, ტოტალიტარიზმი ნაწინასწარმეტყველები რო აქ, ოკეი. აი არა აქ ნაწინასწარმეტყველები, არაფერს ყოლა ცხადი იყო ტოტალიტარიზმი რომ მოხდებოდა ყველა შეიძლება მაგის წინასწარმეტყველება. ეგ არის არა, არავის ამ შემთხვევაში არ გეტყვი. წინასწარმეტყველება. ვინი წინასწარმეტყველება? აი ვინ? აი 1910-იან წლებში ვინ? ეგზისტენციალიზმმა იწინასწარმეტყველება. და ვინ არის 1910-იან წლებში ეგზისტენციალისტი კაფკას გარდა? პოსტ რა ქვია იმ უბედურს, პოსტ დოსტოევსკის საზოგადოება, რომელიც დოსტოევსკის აფანატებდა და რომელსაც წაკითხული ქონდა ფროიდი, აბსოლუტურად ყველა შეძლებდა იმის აღმოჩენას და დარწმუნებული ვარ, ბევრი ეგ რა სისულელეისა, ბიჭო, ანუ შენ ხა კაფკა არ გევასება და ყველა შეძლებდა რანაირი ისა, ანუ ეგრე ხა ყველა შეძლებდა რომ ის დაეწერა და ეგ ის არის, არ არის ეგ არ. ბიჭო, ადამიანის ბუნების დანახვის შემდეგ ვინ აი მითხარი მწერალი ან მოაზროვნე დასავლურ სამყაროში, ვინც კაფკაზე ადრე დაწერა რომ აი ტოტალიტარიზმი იქნება. გავიხსენებ და გეტყვი. ამ წელს აი ეგ ხა ეს არის. მაშინ რო ამბობ ძამიკო რომ ის არის რა ქვია, ეგრე ყველა. წამიკითხავს რა. შენ უბრალოდ არ გევასება კაფკა ისმის. აი მე უბრალოდ არ მესმის მაგ წინადადების კაფკა მეცნასწარმეტყველო ტოტალიტარული რეჟიმი. პროცესი ხო გაქვს წაკითხული? ხო და მაგ გავიგე და არ არის ეგ წინასწარი, ეგეთი სახის ადამიანის ანუ ადამიანის ბუნების აღმოჩენა, ადამიანის ბუნების მაგნაწილის აღმოჩენა რომ მსგავსი ის ტიპის მოწყობისკენ არიან ადამიანები მიდრეკილები და არსებობს ორი სახის ადამიანი ჩაგრული და ეგ ხა ძალიან ის არის რა ქვია. ანუ მაგის დაწერა შეგვიძლია. ანუ აი ნახეთ დაყვანა არის იმამდე რა ქვია. აი იმამდე პროცესის. აუ ეხა აბა ოლდოს ჰაქსლი ჯობია წინასწარმეტყველება. იმანაც ხო წინასწარმეტყველება. კაფკას ორი უდიდესი აღმოჩენა თუ მიუყვებით არის ორი უდიდესი აღმოჩენა. ერთი აღმოჩენა არის უბსკრული იმას შორის რაც ხარ და იმას შორის რაც შეგიძლია იყო. კი ბატონო. ვერ გადალახო მაგ უბსკრულს. მაგას სრულად ვთანხმები. ეგ აღმოჩენა ჩემთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დეტალია. ოკეი, საღამოს. და მეორე არის თავარი ეგ არის. ხო, თავარი აღმოჩენა ეგ არის. და მეორე არის ეგ ამბავი, ანუ ადამიანისა და საზოგადოების მოწყობის ფსიქოლოგიური მიმართება. ეგზისტენციალური, პოლიტიკური და რელიგიური. ხო, ზუსტად. აი ყველა ფრონტი რაც არის. ხო და რა გინდა ეხა მე? ხო, გავიგე. და ანუ როდესაც მაგაზე სპეციალისტები და მაგაზე წერ თითქმის ყველაფერს. ოკეი, კაი. იწინასწარმეტყველება, პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ მე განცდა მაქვს, რომ არაფრით არ არის სხვა ბევრად სხვა ნაკლებად ცნობილი ავტორები უფრო პატარა ვიდრე კაფკა. ხო და რაღაცა ეგ არის ნახე.
აი ეგ არის აზრი, ეგ უბრალოდ არის წინადადება. ეგ ხონდა გაამყარო რაღაცით, რომ აი ესე არის, მაგრამ იმიტომ რომ არ გაქვს და მოდი როცა ეს რომელ საუბარში და რომელ წელს ეს ვინ არის მანახე და გეტყვი. დებილი წიგნია მანა. ოსამუ დაზაი არ მაქვს წაკითხული ბოდის იქით. წიგნია წაკითხ რომელ წელს დაიწერა. არის წერებაში. აი ამასაც შეიძლება პრეტენზია ქონდეს რაღაც ეგეც. შორიდან ოღონდ ძალიან. ხო, კაი, კიდევ ვინ? არა მერე იქ დაწერილი უეჭველი. 1958 ამ დროს არის იმის რა ქვია. ძვალი აღარ არის კაფკას მიწაში. დღეს შემხდა TikTok-ზე ვიდეო და მომეშალა ნერვები ბიჭო. კაროჩ ეგეთი რაღაც იყო რომ ადამიანმა თუ ეს 4 წიგნი, ფოტოთი შეუძლია ეს 4 წიგნი იცნოსო. ხო. დაქორწინდი მასეო. აუ. და რომელი 4 წიგნია? მეტამორფოზა, პროცესი, თეთრი ღამეები და ცხოველების ფერმა. და ფოტოთი რანაირად ყდიით? არა, ფოტოებია სიუჟეტები. ასოციაციური? თეთრი ღამეებიდან არის რომ ორი როჟა წინ მიდის და ერთი უკან არის და სიბნელია. ცხოველების ფერმიდან არის რომ ვიღაცა კაც ღორის თავი აქვს. პროცესიდან არის ხოჭო, კი არა და მეტამორფოზიდან არის ხოჭო და პროცესიდან რაღაც უბედურება არ მახსოვს. მომეშალა ისინი რომ ნუთე არ შემილიხარ ეგ საზოგადოება მართლა არ შემილიხარ. ჯერ რა მაგითი ვიდაფასებს ადამიანს რომ აუ არ ვიცი. აი ეხა ვიღაცა ლამაზი გოგო რომ მოგეწონება და აბა ეხა მითხარე ეს რომელია? აუ სამი მითხრა მარტო 4-დან всё დამთავრდა შენ. არ ქონიაში არ ყოფილხარ შენ. შენ უკვე აღარ მოგიყვანს ცოტა. არის საერთოდ ეგ ძალიან მიშლის ნერვებს. თან ან საერთოდ არის მით რატო უნდა მოწონდეთ? საერთოდ ხო მე ძალიან მე შენ დაურეფლიე TikTok-ზე და გაპამსავდები მე რა. ხო რა ის კაფკა მართლა და თუ კაფკა მაშინ თავისი სპეციფიკური მიზეზები აქვს რატომაც კაფკა. კაფკა არის ერთადერთი ავტორი, თითქმის ერთადერთი, მაგრამ ერთადერთი მნიშვნელოვანი და ცნობილი ავტორი, რომელმაც შეძლო იმისი აღმოჩენა, რომ პოსტინდუსტრიულ რევოლუციურ საზოგადოებაში ადამიანებმა დავკარგეთ თვით აღქმის უნარი, საკუთარი მახასიათებლებისგან დისტანცირებულები გავხდით და უფსკრული შევქმენით ჩვენს რეალურ არსებობასა და პოტენციალს შორის. ჩვენ პოტენციალამდე ვეღარასდროს ვეღარ მივალთ. ამას ამბობს კაფკა. აი ამას თუ აღმოაჩენ მის ლიტერატურაში და მიხვდები რომ ერთადერთი ავტორია რომელიც ამ უფსკრულის შესახებ SM კაფიოდ წერს. ერთადერთი ავტორია რომელსაც აქვს უნარი რომ სამყაროს მიემართოს მახინჯად ცუდი გაგებით არა უთან სიმახინჯის ელემენტი შემოიყვანოს სამყაროს აღქმაში და ეს სიმახინჯის ელემენტი გამომდინარეობდეს არა რაღაცა კარი მიზეზების გამო და არა რაღაცა მამაჩემი მცემდეს გამო, არამედ იმის გამო რომ მართლა შეუძლია სამყაროში დაინახოს რაღაცა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის გამოც ადამიანები, როგორც რასა, როგორც ერი და როგორც ფართომოცემულობა გავფუჭდით და რეგრესი გვაქვს, ამას წერს მნიშვნელოვნად. და არა იმას, რომ დილით გავიგვიძე და ხოჭო ვარ და დილით გავიგვიძე და ვიღაცამ დამიჭირა და მე გამასამართლეს ბიჭო რა ცუდია. ხო. აი ხა იმანა ქვია, თოფურიამ რო წაიკითხოს ეს მოთხრობა. ექნება ახალი გამოწვევა, რომ დაუმტკიცოს კაფკას, რომ რეალურად შეიძლება გაუწიო საკუთარ საუკეთესო ვერსიას წინააღმდეგობა და გაჯობო რა. ამიტომ აი პრაქტიკული დატვირთვა კაფკას დღეს, ანუ არის კაფკას კითხვა არის გამოწვევის გაჩენა გონებაში, რომ აი კაფკა გეუნება რომ რაღაცა, აი ეს ხარ შენ და აბა მიდი ერთი სიმხნელი ხარ, მე ძალიან კომფორტულად ვარ აი ეს როგორც ვარ. მან კიდევ მნიშვნელოვანი დეტალია, რატომაც მართლა დიდია კაფკა. იმიტომ რომ იმედის ელემენტი უმნიშვნელოვანესია მის ლიტერატურაში. რა გჭირს შენ დღეს? შეუძლებელია იქ იმედი ვერ დაინახო. კარგია. ბიჭო, კაფკა კი, ანუ რეალურად კაფკას ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს. უბრალოდ კაფკას ფანები არ მევასებიან რა. ეგ იგივე თემაა, რეალურად არსენალის გუნდს მართლა შორიდან კაი ხალხი არიან და ხელს ჩამოვარჩენო და არსენალზე სულ რაღაცებს იმიტომ ამბობ რომ ფანები არ მომწონან რა. ხო და ხალხო, კაფკასთან არის უმნიშვნელოვანი ეგ იმედის ელემენტი. ის ფაქტი რომ გვეუბნება კაფკა რომ უბსკრულია და ამ უბსკრულს ვერ გადალახავ ვითომ არ ნიშნავს იმას რომ მართლა ვერ გადალახავ. და არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩაიქნიო, რახან არის წარმოქმნა რომ ვერ გადალახავ. ეგ პირიქით იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად უნდა ცადო, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი დაიჭირო და მოიხელთო, რამაც შეიძლება, რომ ეს უფსკრული გადაგალახინოს. ანუ რამაც შეიძლება, რომ საკუთარი ბუნებრივი მდგომარეობა დაცლილი სრული სოციალური გავლენებისგან და იმ რაღაცა შემომატებული ელემენტებისგან ჩამოგარეცხოს, ჩამოგიშალოს. აი ეგ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა დაიკავო და დაიჭირო. უნდა გამოიყენო. ეგ არის პროცესი, მართლა ეგ არის. ეგ არის მეტამორფოზა, მართლა. და აბსოლუტურად ყველა სხვა მოთხრობა. ე ბატონო. ეგ არის მაგიტოა დიდი. არა იმიტომ რომ ხოჭოდ გადააქცია კაც თავის დროს.
მაგაზე უკეთესებიც გაუკეთებიათ. სხვაებს ცოტა მინიმუმ არა გაუკეთებიათ. მოდი ამ სპიჩით დავამთავროთ. არსენალის ფანები არ გეწყინოთ მართლა. მე რამდენიმე ცუდი არსენალის ფანი მყავს, იგულო და მაგით ორ გაბრაზებული თორე ეს ინდივიდუალურად არ გეცის არავის არ არის. ხო. გამოიწერეთ ხალხო არხი რაც თავარია და მეორე მიკროფონი მიყიდეთ სვათაშორის და სტუმრებზე აწი უკეთესად ჩავწერეთ. მადლობა გიგა კიდევ ერთხელ. დანარჩენი რა ვიცი კისაჯიზე შეგიძლიათ კითხვები გამოგვიგზავნოთ, ძალიან გვესია მომნება. ეგ არის და ეგ. და კომენტარით წიგნის მოსაგებად. წავედით? კარგად.